რეკომენდაციები. FM-ზე გემრიელი რეკომენდაციების დრო დადგა და დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ყავაზე, მატონიზირებელ სასმელზე, რომელიც ბევრისთვის არის ყოველდღიურობის ნაწილი, დილა ბევრისთვის ყავით იწყება, ბევრი კი დღის განმავლობაში რამდენჯერმე მიირთმევს, არის ხოლმე ხშირად ისმის ასეთ შეკითხვა, არის თუ არა ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტი ყავა, ანუ ხშირად მირთმევის შემთხვევაში, რა არის დოზა, იყიდება თუ არა ფალსიფიცირებული ყავა, შეიძლება თუ არა ყავის ხარისხის დადგენა ყიდვის დროს, ან უკვე სახლში მოტანის შემდეგ და ზოგადად რა სხვაობებია სხვადასხვა ტიპის ყავებს შორის, იმიტომ რომ სახლში როგორც წესი სხვა ტიპის ყავას მივირთმევთ ხოლმე, კაფეებში სხვანაირს გვთავაზობენ, ასევე სახლშიც ბევრს აქვს უკვე აპარატის ყავა, მოკლედ აი ამ სხვაობებზე ვისაუბრებ და ბუნებრივია ჩემი დღევანდელი გაცემის სტუმარი იქნება ყავის ექსპერტი ანდრია კევლიშვილი, მოგესალმებით და მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში თქვენ მოწვევისთვის. ბედნიერი იყოს ჩემი ფეხი და მრავალს გილოცავთ კიდევ ერთხელ. რაც შეეხება სასარგებლო და უარყოფით თვისებებს ყავის, ან როგორც ასეთი ყავა საზოგადოების მტერი რაღაც ალბათ მითია გავრცელებული, რომ ეს არის რაღაც საზიანო, გააჩნია გადაჭარბებული დოზით, რა თქმა უნდა, არ ვიღებთ. დოზებზე აუცილებლად ვისაუბრებთ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდებულ დოზასაც შევეხებით. თავიდან დავიწყოთ, რამდენი სახეობის ყავა არსებობს, ანუ ჯიშებით რომ დავიწყოთ, იმიტომ რომ ყველა ყავას აქვს თავის რაღაც არომატი, ხო? აი არ დავასახელებ ახლა კონკრეტულ კაფეებს და რესტორნებს, მაგრამ აი ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ აი იმის ყავა ჯობია, ამის ყავა ჯობია და ყავა არის რეალურად მარცვალი და რითი არის ეს გემო განპირობებული და განაპირობებს თუ არა ჯიში, ყავის ჯიში მის გემოს. რეალურად მხოლოდ ორი სახეობა მარცვალი გვხვდება, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში, რობუსტას და არაბიკას მარცვლებით განვისაზღვრებით ეს მასიური მოხმარებისთვის რაც არის. რაც შეეხება სხვადასხვა ადგილებზე და სხვადასხვა ობიექტებზე ყავის გემონურ თვისებებს. ძალიან ესეთი ბევრ რამეზია დამოკიდებული ეს ყველაფერი ხვდებით არ. სინთეზზე ხო შეიძლება ამ ორი ჯიშის შერევაც. რა თქმა უნდა, შერევა გემონური თვალსაზრისით და ადამიანმა რომ მოირგოს თავისთვის რაღაც სიძლიერის თვალსაზრისითაც, გემონური თვალსაზრისითაც, მეტი მოხალვით, ნაკლები მოხალვით, არაბიკა და რობუსტას შერევაც, რა თქმა უნდა, აპროპირებული მეთოდია ჩვეულებრივად. ეს უკვე გემოვნების საკითხია. სხვადასხვა ადგილას რაც შეეხება, რომ ეს ყავა ჯობია მარცვალი, იდეაში მარცვალია გააჩნია, როგორ არის შენახული, რა პირობებშია შენახული, როგორ მზადდება, ყველაფერი ერთად ძალიან თანხვედრაშია. მისი შენახვის პირობები, მისი დავუშვათ სწორად დაფქვის ტექნიკა, სწორად მომზადების ან დაპრესვის და სადაც ვამზადებთ, რა თქმა უნდა, მისი სისუფთავე განაპირობებს პირველ რიგში ყავის გემოს. თუ არ ვაქცევთ ყურადღებას დავუშვათ აი აპარატის ყავას, რასაც ვეძახით ჩვენ, შევდივართ კაფეებში და მივირთმევთ ესპრესოს ან ამერიკანოს ან ლატეს, არ აქვს მნიშვნელობა, თუ არ არის მოვლილი მარცვალი თვითონ, ინვენტარსაც აქვს მნიშვნელობა. ყავა შეიძლება იყოს, არის ძალიან ლოვაკის ყავაც რო იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, თუ ბარისტას კეთილსინდისიერად არ აქვს მოგვარებული იქ ყველაფერი და მე როგორც ვიცი, არაბიკა არის უფრო არომატული და რობუსტა უფრო სიძლიერეს განაპირობებს, ხო? რბილი გემოს გვთავაზობს არაბიკა. შეგვიძლია ვთქვა თანაფარდობა როგორი უნდა იყოს იდეალური ყავის? მე პირადად ჩემი გემოვნებით თუ ვიმსჯელებთ, მხოლოდ არაბიკას მოვიხმარ, იმიტომ რომ დღეში რამოდენიმეჯერ მიწევს ყავის დალევა, გასინჯვაც მიწევს, რა თქმა უნდა და რობუსტას მოგეხსენებათ ცოტა მეტი სიმკვრივე და სიძლიერი აქვს და კოფეინიც მაღალი აქვს, იმიტომ რომ ზღვის დონიდან დაბლა უწევს გაზდა და ბევრ მავნებელთან უწევს ასე ვთქვათ გამკლავება რობუსტას და გამოიმუშავებს უფრო მეტ კოფეინს. რა თქმა უნდა, უფრო ძლიერიც არის, უფრო დიდია ესეთაც რო შეხედავთ ზომით. ხო, შორს კოფეინი ეს კარგია რომ ახსენეთ, კოფეინი არის ზუსტად ის ნივთიერება ყავაში შემოვილი, რომელიც ჩვენ სიფხიზლეზე არის პასუხისმგებელი და კოფეინს გამოიმუშავებს ყავა თავდაცვის მიზნით, ანუ გარემო პირობებისგან, სიცხისგან, მავნებლებისგან რომ თავი დაიცვას, აი თვითონვე გამოიმუშავებს და შემდეგ უკვე ჩვენზე ახდენს ის არაბიკას მარცვალი შედარებით მაღალმთიან რეგიონებში გვხვდება და არ უწევს ბევრ ასე ვთქვათ ჭიაღუასთან გამკლავება.
სხვა შორის ბევრს გონია ბრაზილიური, ანუ ყავის სამშობლო გონიათ ხოლმე ბრაზილია, რეალურად აფრიკა, ეთიოპიაში აღმოაჩინეს პირველად და ლეგენდაც ძალიან საინტერესოა, მოკლედ მოვყვები. ძალიან დიდი ხნით ადრე ჩვენს წელთაღრიცხვამდე მწყემსებმა აღმოაჩინეს მათ თხებზე დაკვირვებით, ანუ თხები მიირთმევდნენ ყავის ბუჩქებს და შემდეგ არა ჩვეულებრივად იქცეოდნენ, მოკლედ ძალიან მხიზლობდნენ და აქტიურები იყვნენ, შემდეგ თავადაც დააგემონეს, ეს რა თქმა უნდა არის მითი, მაგრამ რაღაცა წილი შეიძლება მარცვალი შეიძლება იყოს და აი ესე ნელ-ნელა გავრცელდა უბრალოდ ბრაზილიასთან იმიტომ ასოცირდება ყავა, რომ საუკეთესო ნიადაგი ყავის მოსაყვანად მე როგორც ვიცი არის სამხრეთ ამერიკის კონტინენტი და ბრაზილიაში ყველაზე კარგი ყავა მოდის და უბრალოდ ამიტომ რობუსტას მარცვალს აქვე რო ჩავასწოროთ. რობუსტას მარცვალი გუობს უფრო კარგად სამხრეთ ამერიკაში და საკმაოდ საქართველოში ძალიან პოპულარულია რობუსტას ყავა. როგორც წესი, ჩვენ სახში ნალექიან ყავას 80% მაინც ნალექიან ყავას მოიხმართ. რობუსტას მარცვალს მოიხმართ. რობუსტა საკმაოდ ყველაზე დიდი წილი სამხრეთ ამერიკაში, ბრაზილიაში მოდის და კოლუმბიაში ყავის მარცვლების. კი ბატონო, რადგან ახსენეთ ნალექიანი ყავა, მოდით ჯერ სახლის პირობებში რა ყავაც არსებობს, ხოლმე იმაზე ვისაუბროთ. აი მოგილეთ ნალექიანი ყავა, ეს არის ხო უფრო მარტივი მისახვედრია რა არის, იმიტომ რომ ვიზუალურად ჩანს, ხო? მთლიანი მარცვალი, რომელიც ან დაფქულს ყიდულობთ, ან სახში ვქავთ ხოლმე მოხალვის შემდეგ და იმას ხარშავთ და მივირთმევთ, მაგრამ აი ხსნადი ყავა, ბევრს გონია რომ ფალსიფიცირებული, ანუ რაღაცა მოგონილი, ანუ არ არის ყავა და არის რაღაცა პროდუქტი ყავის არომატით და სინამდვილეში ეს ხვასე არ არის. სიმართლე გითხრათ 70% ასეა. იმიტომ რომ მისი ფალსიფიკაცია ადვილია ალბათ და ამიტომ ხო? ძალიან ადვილია და არა მარტო ქართულ ბაზარზე, ევროპაშიც, ბევრ ბაზარზე ძალიან დიდი წილი უჭირავს ამ ფალსიფიცირებულ პროდუქტს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მაინც ქიმიური კოფეინია, ხელოვნური კოფეინით გაჟღენთილი კრისტალებია და თუმცა თუ კი იქნება წესების და ესე ფალსიფიცირება ნებისმიერ პროდუქტი შეიძლება, მაგრამ თუ კი კეთილსინთეზური მწარმოებელი აწარმოებს სუბლიმირებულ და გრანულირებულ ყავას, ანუ ხსნად ყავას რომ ვეძახით, ჩვენ უბრალოდ სხვადასხვანაირია ვიზუალურად, ხომ შეიძლება რომ ისი აპრიორი ხომ არ ნიშნავს რომ ის ცუდი, ანუ როგორც რძის ფხვნილი მიიღება და ახლობთ ასეთი ის არის, ხო? მაგრამ არ ნიშნავს რომ ის ნატურალურია და ანუ 100% მაგრამ მავნე შეიძლება იყოს. მავნებლობას ახლა გეტყვით ამ კვლევის და ყავის შესწავლის პერიოდში, მოკლედ ყავის მარცვალს აქვს ერთი ესეთი საინტერესო თვისება. როდესაც სვავთ ყავას, გამოყოფს დოფამინს, ასტიმულირებს ტვინს, გვაფხიზლებს დაახლოებით 40-45 წუთის შემდეგ მარცვალი, როდესაც მარცვლისგან მომზადებულ ყავაზეა ლაპარაკი, დაახლოებით 40-45 წუთის შემდეგ ტვინი იწყებს მელატონინის, ეს გენეტიკაში აქვს თვითონ მარცვალს. ტვინი იწყებს მელატონინის გამომუშავებას, რომ ეს აღზნებული უჯრედები, სადაც უცებ გაღვიძებული ტვინის უჯრედები, რაც დაასტიმულიროს, დააბალანსოს, დაამშვიდოს, ასე ვთქვათ. და ეს გრძელდება, ეს პროცესი გრძელდება დაახლოებით 15-20 წუთი. ანუ მაგ პერიოდში დაჟეროთ ბოდიში დაუწვეთ და დავიძინოთ. დაგვეძინება. დაგვეძინება ჩვენ. კი, ხშირია მე სხვა ეს ბოდიში გაწყვეტინებთ, ესეთი ის კვლევასაც მივაგენი, რომ აი თუ გრძელი გზა ავტომობილთან ვარ და გრძელი გზა გვაქვს, ყავით გამოფხიზლება არ არის ხოლმე მართებული ზუსტად ამიტომ, რომ შეიძლება რაღაცა პერიოდის განმავლობაში, აი 45 წუთის რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში პირიქით დაგვაძინოს დროებით. რაც შეეხება უნალექო ყავას, არ აკეთებს ამას, არ შეუძლია ეს. კი ბატონო, დავლევთ ერთ ყლუბს და მივხვდებით რომ თვალებში გაგვინათ და ნამდვილად კოფეინს შეიცავს და რაც გამოგვაფხიზლა და სტიმული მოგცა, მაგრამ ტოვებს ტვინის უჯრედებს აღზნებულ მდგომარეობაში. აღარ ზრუნავს იმაზე, რომ დაამშვიდოს ეს ჩვენი აღზნებული გონება. რამდენი ხანი არის ალბათ ადამიანის ფერმენტებზე დამოკიდებული ინდივიდუალურია, ხო? ინდივიდუალურია, კი, დაახლოებით ალბათ 1 საათი და 20 წუთი, შემდეგ უკვე ზემოქმედება გადის, რა თქმა უნდა, ორგანიზმიდან. მე მაინც გირჩ მით უმეტეს ქალბატონებისთვის ძალიან ხშირად გამოწვევი მიზეზია ეგრეთ წოდებული სტრიების, არ ვიცი როგორ ვეხმარო ეს
კი, წრიები სწორია. ხო? თუმცა ერთი კვლევასთან დაკავშირებითაც კიდევ მინდა გითხრათ, ნალექიანი ყავა რა თქმა უნდა ხსნად ჯობია, ჯერთი ვიცით ვიზუალურად რომ ნამდვილად ყავა, მაგრამ ნალექშიც არის თავისი მინუსი, ეს არ ეხება თუ კი დღეში ერთ ფინჯანს მივირთმევთ ყოველდღიურად ან მაქსიმუმ ორს, მაგრამ თუ კი ინტენსიურად ხა ზოგიერთი ადამიანი 5-6 ფინჯან ყავას მივირთმევს ხოლმე ყავის მოყვარულად. ამ შემთხვევაში ყავის ნალექში არის კაფესტოლი, ასეთი ნივთიერება, ამის შესახებ ჩვენ გვითხრა საიმედო რეკომენდაციას, ანუ ეთერისთვის ექსკლუზიურად ჩავწერეთ ინტერვიუ დაგ სილისთან, ესეთი პროფესორი არის გოთენბურგის უნივერსიტეტის და მან გითხრა, რომ იგივენაირი ზემოქმედება აქვს კაფესტოლს, როგორც ქოლესტერინს, ანუ მავნე ქოლესტერინის დონეს ზრდის სისხლში და თუ კი ჩვენ გვიყვარს ნალექიანი ყავა, ესეთი არ ვიცი ხო ვიზუალურად როგორ ავხსნი, მაგრამ ესეთი ჩაიდინები რომ არის, აი იმ ფილტრიანი, უნდა გავფილტროთ სახლის პირობებშიც ნალექიანი ყავა, უმჯობესია რომ თუ ერთხელ მივირთმევთ, არა უშავს, ნალექით მივირთმევთ, მაგრამ თუ უფრო, ან თუ ყოველდღიურად მივირთმევთ, ან უფრო ხშირად, უნდა გაიფილტროსო, ესე გვასწავლო. ან თვითონ ნალექი არ არის სასარგებლო, მაგრამ ყავა ძალიან სასარგებლოა გითხრათ. ცხიმია ასე და ისეც ცხიმის ფენებია ასე და ისეც მაინც გაკეთებული. ყველა ვარიანტში ჯობია რომ მივირთვათ ისე. მე პირადად სახლის პირობებში, როდესაც ვერ ვახერხებ რას და უშუალოდ გავფილტრო კი აპარატის ნალექიან ყავას ვდივ. რაღაც ვცდილობ რომ დავდგა, დავაცადო. ეს ნალექი დაჯდეს, კარგად და შემდეგ რას დაწმენდილი სითხე. ბევრი ადამიანი ვინც ნალექს მორჩენილს ჭამს ხოლმე მინახავს და ანუ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არ არის ჯანმრთელობისთვის არ არის კარგი. მიუხედავად იმისა რომ თვითონ ყავა საკმაოდ სასარგებლოა, ძალიან ბევრი კვლევა არსებობს, მაგალითად ბოლო კვლევა იაპონელებმა ჩაატარეს, რომლის მიხედვითაც თუ 4 ფინჯან ყავას მირთმევს ადამიანი 15%-ით იზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობა, ტიპი 2 დიაბეტის პრევენციას ახდენს, ალცჰაიმერის, მოკლედ ზომიერების ფარგლებში თუ რა თქმა უნდა ინდივიდუალური აუტალობა ვინმეს არ აქვს, იმიტომ რომ კოფეინის მონელებაზე პასუხისმგებელი არის ფერმენტები და ვიღაც ადამიანს შეიძლება არ ქონდეს კონკრეტული ეს ფერმენტები, მაგრამ ეს იშვიათი გამონაკლისია. კუჭნაძლავის რაღაც პრობლემა ქონდეს შეიძლება და არ შეიძლებაოდეს ასე ინდივიდუალურად. უზმოზეც არ არის ხოლმე მიზანშეწონილი, უმჯობესია რომ საკვებს დავყო. ბრძიანი ყავა ან რაღაც საკვების მირთმევის შემდეგ მივირთვათ და გადავიდეთ იმ ყავებზე, რომელსაც გვთავაზობენ კაფეებში და ბევრს უკვე სახლშიც აქვს აპარატის ყავა. რა სხვაობაა მაგალითად აპარატის ყავასა და სახლში მომზადებულ ნალექიან ყავას შორის? აი, აგერ პირველი თქვენ ახსენეთ 2 წუთის წინ დაახლოებით ანუ სრულიად თავისუფალია ნალექისგან, კი ბატონო, უბრალოდ შესაბამისი წნევის და ტემპერატურის, წყლის და სწორად დაფქვილი ყავის შემდეგ აცლის ყავა სასარგებლო თვისებებს, აცლის ამ წურავს ასე ვთქვათ თავიდან ბოლომდე და გამოაქვს ჭიქაში, რომელსაც მივირთმევთ ჩვენ. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, წეგან ვახსენე, აუცილებლად მნიშვნელოვანია არ ვიცი, მაგის იქეთ ყავა ჩემთვის არ მიდის, აუცილებელია რომ სუფთად მოვლილი ჰოლდერებს ეძახიან ეს. აი რა იგულისხმება სუფთაში? გარეცხილი უნდა იყოს? თილავი ნივთიერება, ანუ დაახლოებით ეს რომ ახდით და ჩახედავთ შიგნით. იმას ასეთი შავი ფერი აქვს დღის ბოლოს. თუნდაც ხელსახოცი რომ მოусვათ, რაც კარაქივით, რაც ხიმი, რაღაც მოყვება. გემოვსეც ანუ როდესაც სვავთ ერთი და იგივე აპარატი, ანუ გარეცხილიდან და გაურეცხავიდან, გემოზე ეს აღიქმება. გემოზე აუცილებლად აღიქმება. შეიძლება პირველად შევიდეთ ახლა ჩვენ და არ ვიცოდეთ, მაგრამ თუ ხართ ამაზე დაკვირვებული და დაგილევიათ, ანუ ახალგაწმენდილი აპარატიდან, ჰოლდერებიდან ეს კონკრეტული ყავა, მაშინ აუცილებლად მიხვდებით იმას, რომ რაღაც რიგზე ვერ არის. და არც ადამიანის ჯანმრთელობისთვის არის სასარგებლო ის მრთილავი ნივთიერებები, რომელიც უკვე გაურეცხავ. ანუ რა ინტენსივობით უნდა ირეცხებოდეს? აი დავუშვათ მოამზადა ყოველი ულუფის შემდეგ თუ არა? არა. ჩემთან მაგალითად მას პატარა კოფეშოპი მაქვს იცით საერთოდ. ჩემთან მაგალითად ყოველ საღამოს ირეცხება, მზადდება და მეორე დილას გააჩნია რა დატვირთვით მუშაობს ობიექტი. თუ დღეში დავუშვათ 3 ჭიქა ყავას და 4 ჭიქა ყავას აკეთებ, სასურველია, რომ დღეში მინიმუმ ორჯერ მაინც იზრუნოს მისი სუფთავაზე. სადღაც 100-150 ჭიქის შემდეგ უნდა გაირეცხოს, 1 კილოგრამი ყავის, საშუალოდ უნდა 1 ჭიქა ყავა. 1 კილოგრამი ყავის 150 გრამი. 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 1 კილოგრამი ყავის 150 გრამი.
კი ბატონო, მენიუში არის ხოლმე ვრცელი ჩამონათვალი, ესპრესო, ამერიკანო, ლატე, კაპუჩინო და ასე შემდეგ, რომ განვუმარტოთ ჩვენს მსმენელს რომელი რას ნიშნავს. სხვა შორის აქვე ვიტყვი, რომ ევროპაში მაგალითად ამერიკანო არ არის ხოლმე, იქ არის შავი ყავა, ესე ეძახიან. ამერიკანო არსად არ გვხვდება და ეს იტალიური სახელწოდებებია თუ არ ვწდები და იტალიაში შეურაცხყოფაც არის რომ მიკითხოთ ამერიკანო მაგალითად იტალიაში. ესპრესო არის ყველა ან ზემოთ ჩამოთვლილი ყავის ბაზა, მოკლედ. ესპრესოს პლუს ნაღები კაპუჩინო, ესპრესოს ან ნაღებს პლუს ცოტა განსხვავებულად მომზადებულ ნაღებს პლუს ესპრესო ლატე, ესპრესოს პლუს წყალი, ამერიკანო. რომელიც თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ესპრესოში არის რამდენი უნდა იყოს 50 გრამი, თუ უფრო მეტია ცოტა? არა, გააჩნია, ანუ 70. არა, 30 გრამამდე მაქსიმუმ. სითხიანად გულისხმობ. სითხიანად გულისხმობ, კი ბატონო. ანუ ერთი ყლუპი ფაქტია, ერთი ყლუპი. ნუ ახ ჩვენ როგორც ვთქვით, საშუალოდ 40 გრამი, 35-40 მაგრამ გრამი. ძალიან ინტენსიურად. ჩემთვის მაგალითად წარმოუდგენელია ესპრესოს დალევა, მიუხედავად იმისა, რომ მე ყავის მოყვარული და დღის განმავლობაში მინიმუმ 4 ფინჯანს ვსვამ, მაგრამ ესპრესოს ვერასდროს ვერ ვსვამ. აი თუნდაც ესპრესო ეს 30 მილიგრამი რაც ახსენეთ, ამერიკანოში ხო იგივე რაოდენობა ზუსტად უბრალოდ წყლით არის განზავებული, უფრო მეტი წყალია 150 გრამი, ალბათ მილილიტრი. მარტენი არა, ცოტა ნაკლები. ნუ ცოტა ნაკლები. ის უკვე მარტივი დასალევია, მიუხედავად იმისა, რომ ერთი და იგივე რაოდენობის ყავა შიგნით, აი ერთი მარტივი დასალევია და მეორე არა. ესპრესოს უპირატესობა ის არის, თქვენ აღარ კარგავთ დროს. იდეაში რაც უნდა გქონდეს ფინჯან ყავას, უკვე ის ესპრესოს 30 მილიგრამს რო ჩამოასხავს აპარატი, უკვე გამოვლილი აქვს, ის ჩამოწურული აქვს. ის დოზა იმაზე მეც აღარც გემონურთვისებას მოგცემს იმის იქით და აღარც სასარგებლოს აღარც კოფეინს. მე გირჩევდით მაგალითად მე ვსვავ 15 გრამ, 10 გრამ, 20 გრამს მაქსიმუმ სივრცეს უმატებ ესპრესოს. ძალიან ისე არბილებს უცებ გემოს და ისე სასიამოვნო დასალევი ხდება, აბა სადეთ მე რომ მოგიწევთ. კი ბატონო, თუმცა მე ინდივიდუალურ ჩემს მოსაზრებას გეტყვით, გემოთი რძიანი ყავა მიყვარს, მაგრამ ყავა გამოფხიზლების თვალსაზრისით აუცილებლად ყავა უნდა იყოს უშაქრო და უყველაფრო იმისთვის, რომ ჩემ არ ვიცი ეს ალბათ უფრო ფსიქოლოგიური დამოკიდებულებაა, იმიტომ რომ კოფეინი ამ შემთხვევაშიც და იმ შემთხვევაშიც ერთ და იგივე რაოდენობით ხდება ორგანიზმში. რაც შეიძლება უკვე რძიან ყავებზე გადავიდეთ, ლატესა და კაპუჩინოს შორის რა სხვაობაა? ლატესა და კაპუჩინოს შორის არაფერი ისეთი განსხვავებული, ერთადერთი რძის ამოყვანის ტექნიკაში და რძის ტემპერატურაშია, ასე მარტივად რო აუხსნათ ჩვენს მსმენელებს. საშუალოდ 50-55 გრადუსი შემთბარი რძე, რომელიც აი ოდნავ შესქელებას იწყებს ნაღებივით, კაპუჩინოს ოდნავ მეტი ნაღები. ნუ მომზადების წესია სხვადასხვანაირი, მეტი რძი არის რა თქმა უნდა ლატეში და ვასხავთ ამ ნელთბილად როგორ ანუ ლატე უფრო განზავებულია და უფრო მეტი რძია, ყავა უფრო ნაკლებად იგრძნობა. ყავა უფრო ნაკლებად იგრძნობა და უფრო რბილი დასალევია. დაუშვათ დილით წეღან თქვენ რო ახსენეთ ვისაც აწუხებს ანუ ვისაც სასურველია რომ უზმოზე არ შეიძლება ვიყავა ლატესთან ან რაღაც flat white მიირთვან ესეთ მარტივად. ანუ კაპუჩინო გამოდის რომ 55 გრადუსზე თუ თბება, მდუღარე ყავას არ არის. 60 კაპუჩინო 60-65 გრადუსზე თბება, ნაღები ხელი არ უნდა დაგიწვას, მოკლედ რა, ესეთი ხელს რომ მოკიდებ. ხო, შეიძლება ერთი კვლევა გამახსნა მდუღარესთან დაკავშირებით მექსიკაში არის ასეთი მოკათქვია თუ არ ვწდები სასმელი და თავიდან ეგონათ რომ ან მექსიკაში ძალიან ბევრი არის საყლაპავი მილის კიბო შემთხვევები იყო ეს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებია და თავიდან ვერ ხვდებოდნენ რატომ და ეგონათ რომ თვითონ ეს სასმელი იყო კანცეროგენული და ის იწვევდა მაგრამ ბოლოს კვლევებით დადგინდა რომ სასმელში არაფერი ცუდი არ იყო უბრალოდ საწრუპით სვამდნენ დუღარეს და ეს დუღარე წყალი საყლაპავ მილს აზიანებდა და დროთა განმავლობაში დიახ შემდეგ ხდებოდა ამ უჯრედების გადაგვარება ამიტომ არ არის რეკომენდებული არამხოლოდ ყავის შემთხვევაში ზოგადად არც ჩაი და არც წვნიანი საჭმელები დუღარის მირთმევა არ შეიძლება 70 გრადუსი არის მაქსიმუმი თუმცა ესეც ძალიან ბევრია 55 იდეალურია 60 თუმცა ცოტა ცივია ანუ ყავისთვის ცოტა მაინც ცივი მგონია კი ბატონო ნუ აბალანსებს საბოლოო ჯამში ერთმანეთს ყავაც ხო რაღაც გარკვეულ ტემპერატურაზე ყავა ცოტა მეტ ტემპერატურაზე ხდება ყავის გამოწურვა და საბოლოო ჯამში ერთმანეთს აბალანსებს სასიამოვნო დასალევია არც ცივია არც ცხელია ძალიან
ანუ ნაღები გიფუჭდება უკვე თუ გაცდები რაღაც კონკრეტულ ბარისტად მუშაობ ჩემს ერთ-ერთ უბიეთზე მე თვითონ დღეს თუ რაღაც კონკრეტულ გრადუსს გაცდება რძის და უშუალოდ ამოყვანის დროს რძის ტემპერატურა უკვე მასას კარგავ აღარ ამოვა ხო არ აკაპდება არ ამოფუშფუშდება ნაღები აღარ იქნება უბრალოდ იქნება ცხელი გადადუღებული რძე და მეტი არაფერი რა თქმა უნდა თვითოულ გრადუს ნიშნულობა აქვს გემოსთან დაკავშირებით ასე ძალიან რთულია ეს ზუსტად გრადუსი გაუზომო რძეს ძალიან რთულია მაგრამ რაღაც არის ისიც მარტივი 55 გრადუსი დაახლოებით ესე თითით 2-3 წამი უნდა ძლევდეთ მეტი ვერა დაახლოებით აი ეს ფიჩერს უბრალოდ ხელს კიდებ და უკვე ხელი რო ვიწყებს დაწვას და რო სნობთ რომ აღარ ხო რაღაც ყავის ხარისხისთვის თუ აქვს მნიშვნელობა როგორ ინახება თვითონ ყავა თუნდაც ხსნად იყო ბევრი ჩვენი მსმენელი ალბათ ხსნად ყავასაც მიირთმევს და აი არომატის შესანარჩუნებლად ან თვითონ დაფქული ყავის სახლის პირობებში როგორ უნდა შევინახოთ სწორად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არავითარ შემთხვევაში ტენიანობას და ნოტრიო ადგილს თავი რო დავანებოთ არავითარ შემთხვევაში არ ყავას აქვს ესეთი მოკლედ როგორც ღრუბელი ცოტა ისეთ შედარებას ვაკეთებ ხოლმე სხვადასხვა არომატს გემონურ ან არომატს გარშემო თუ კი რამე მიუწვდება რამეს ხოლმე ისრუტავს ყველაფერს ერთად აი მაცივარში მაგალითად შეგხვედრია ჩვენ რაღაც ისეთი უსიამოვნოსუნი ხო რაღაც ან გათიშული მაცივარია დაახლოებით 3 დღე და ყავის მარცვლებით ჭიქას შედგავთ ხამე გაატარებთ მეორე და შეისრუტა ყველაფერი ანუ ჰერმეტულად უნდა იყოს შეფუთული ყავა. ყველა ვარიანტში ჰერმეტულად დახურული. ხოლოდ იმიტომ რომ გარემო სურნელი არა იყოს, თუ თვითონაც არ დაკარგოს. თვითონაც შეინარჩუნოს თავისი ტენიანობა, თავისი ცხიმიანობა და არ გამოშრეს მარცვალი, იმიტომ გამოშრალი მარცვალი და გადამწვარი მარცვალი უკვე გემონურად აღარ არის ის რაც უნდა იყოს და მოვარიდოთ რაღაც სუნელებს, არ ვიცი რაღაც ზაფრი მე უშუალოდ და მომზადების წინ ვქავ ხოლმე დღის განმავლობაში მე ესეთი რიტუალი მაქვს ყავასთან დაკავშირებით დღის განმავლობაში ერთხელ ვსვამ ნალექიანს დანარჩენ შემთხვევაში აპარატის ყავას ან შეიძლება ხსნადიც მივირთვა მაგრამ დღეში ერთხელ აუცილებლად ნალექიანს და უშუალოდ მომზადების წინ ვქავ ხოლმე მარცვლებით ჩაბამაქვს და გაცილებით უფრო მთელ სახლში ყავის სურნელია მართლა მთელ სახლში ყავის სურნელია დარწმუნებული რაც შეიძლება დოზას რამდენჯერმე ვახსენე რომ დღის განმავლობაში რამდენჯერმე მიირთმევენ ხომ ყავას და დოზასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით უბრალოდ რეკომენდაციებით რეკომენდებულია 400 მილიგრამი კოფეინი დღის განმავლობაში ზრდასრული ადამიანისთვის რა თქმა უნდა ბავშვებისთვის კოფეინი არ შეიძლება იმიტომ რომ მათი გული სხვანაირად დიახ მათი გული ამდენ დატვირთვა შეიძლება უცებ სხვა ზრდასრული ადამიანისთვისაც ნელ-ნელა ვისაც არ დაულევია ყავა არასდროს პირდაპირ ესპრესო რომ დალიოს ალბათ 200 იქნება პულს ანუ კოფეინი არის ის ნივთიერება რომელიც ნელ-ნელა უნდა მივაჩვიოთ ორგანიზმს დიახ და რაც შეეხება თვითონ ამ 400 მილიგრამს გააჩნია ყავას ხო ალბათ ყველა ყავაში სხვადასხვანაირად იქნება ალბათ ახლა ხსნად ყავაში უფრო ნაკლები იქნება აპარატის ყავაში უფრო მეტი იქნება დაახლოებით რამდენია კოფეინი 70 მე როგორც ვიცი თუ 90 ხო აი საშუალოდ იმიტომ რომ ეს ყავის ჯიშზე და თვითონ ყავაზე არის დამოკიდებული დიახ ყველაფერი თანხმედრაში უნდა რაღაც ადამიანზეც არის დამოკიდებული გააჩნია ვერ გაიგებს ნუ აი მაქსიმუმ რამდენი შეიძლება იყოს ესე მარტივად გასაგებენაზე რო ვთქვა 3-4 ჭიქა ნორმალურია დღის განმავლობაში საშუალო ინტენსივობის ყავა ხო ალბათ აი 70 კი საშუალო ინტენსივობის ყავა ნუ ჯობესია რომ საღამოს საათებში მაინც ძალიან უდავტვირთავთ კი, იმიტომ რომ ყავა ადენოზურ რეცეპტორებს ბლოკავს, ადენოზური რეცეპტორი. სხვა შორის, კი არა, ბევრს გონია რომ ყავა გონია რომ ბევრს გონია რომ აფხიზლებს რეალურად. კი არა, კი აფხიზლებს, მაგრამ რა იწვევს ამ გამოფხიზლებას? ესე იგი, ყავა დრგუნავს ადენოზურ რეცეპტორებს, უბრალოდ კოფეინი დრგუნავს ადენოზურ რეცეპტორებს და ეს რეცეპტორები პასუხისმგებლები არიან ინფორმაციის გადაცემას. ან ჩვენ ვართ დაღლილები
ეს რეცეპტორები ეუბნებიან ტვინს, რომ დაღლილია ადამიანი და თუ დათრგუნულია ვერ ეუბნებ. ანუ ვატყუებთ ჩვენს თავს, რომ თითქოს დაღლილები არ ვართ, მაგრამ რეალურად დაღლას არ ხსნის. უბრალოდ ჩვენ ამას ვერ ხვდებით. ჩვენი ტვინი ვერ აღიქვამს დროებით, სანამ კოფეინის ზემოქმედების ქვეშ ვართ. აქტიურებს და რაღაც სხვანაირად განწყობას გიცვლის, რა თქმა უნდა გიცვლის. ვატყუებთ. ვფიქრობ, საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა. ანუ გავარკვიეთ ის, რომ ყავა არ არის საშიში პროდუქტი, პირიქით ძალიან სასარგებლო ადამიანის ჯანმრთელობისთვის, უბრალოდ ნატურალური უნდა უნდა მიირთვათ ზომიერად, ანუ დღის განმავლობაში შეგიძლიათ 3, 4, 5 ფინჯანიც მიირთვათ, მაგრამ არაზედიზეთ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყავას და ყავას შორის გარკვეული პერიოდი უნდა იყოს ალბათ დაცული და მიირთვათ კარგი ყავა. როგორც პროფესიონალი ამბობს, ესპრესო ყველაზე საუკეთესო ყავაა, თუმცა მე შევედავებოდი, იმიტომ რომ ესპრესო ჩემთვის ცოტა რთულად დასალევია, ალბათ იმიტომ რომ ერთბაშად სწრაფად კოფეინის მაღალი შემცველობა ალბათ ბევრისთვის ცოტა აუტანელია. კოფეინი იდეაში ერთი და იგივე აქვს. ხო, მაგრამ ესპრესოს დალევა ხდება უცებ, ამერიკანოს ასე უცებ ვერ სვამს ადამიანი და რაღაცა პერიოდი ჭირდება. ძალიან მიხარია, რომ საქართველოში აქტუალური გახდა ბოლოს ყავაზე საუბარი კულტურა შემოდის და იყიდევს ფეხს ნელ-ნელა ძალიან. კი, ადრე რაღაცა ესეთი მოსაზრება იყო, რომ საშიში იყო და არ არის საშიში, პირიქით. ძალიან მიხარია, რომ ძალიან კარგად ხართ გარკვეული სხვადასხვა ყავის. ძალიან მიხარია. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე ჩვენს channel-ს შევახსენებ, რომ დღევანდელი გადაცემის სტუმარი, ყავის ექსპერტი ანდრია კევლიშვილი პასუხობდა ყავასთან დაკავშირებულ შეკითხვებს. მე მომავალ 4 შაბათამდე გემშვიდობებით ნახვამდის.